ისევ და ისევ იზოლაციის რეჟიმიდან ოდნავ მოსუქებულები. გვაქვს ასეთი თემა, რომელიც ჩემი აზრით დღეს ერთის მხრივ ძალიან აქტუალურია და მეორეს მხრივ რაღაც ჩემ საინტერესო ექსპერიენსებსაც მოიცავს ამ ამბებიდან, რომელს ქვია გაციფრულდი ან მოკვდი, ანუ ვიბარებ მას ონლაინ, მართლა. თუ რატომ მართლა, ამას ცოტაში გაიგებთ. სანამ კონკრეტულად თემის ამბავზე გადავალ, ჩემი სანათესაოს გარდა, რომელიც სიამაყით უყურებს ამ ვიდეოს, მოდით დანარჩენებს გაგეცნობით უბრალოდ, რომ იცოდეთ. ბოლო დაახლოებით 7 წელი ამა თუ იმ ფორმით ვარ მარკეტერი, ხან ციფრული, ხან არაციფრული და ფაქტიურად ყველაფერი მოვიარე ამ 7 წელს მანძილზე, ვიყავი საკონსულტაციო კომპანიაში, ვიყავი კლიენტის მხარესაც, როგორც ამბობენ, ვიყავი სააგენტოში, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი გქონდა, ცოტა პოლიტიკაც მოვასწარი ამ ყველაფერში. და მიმუშავე ბევრ საერთაშორისო დიდ კომპანიებთან, ადგილობრივ სტარტაპებთან, ბევრ საინტერესო პროექტზე და ძირითადად ეს ყველაფერი ციფრულ სამყაროს მოიცავს მეტნაკლებად და ორი სიტყვით მინდა იმაზეც მოვყვე იდეაში, როგორ მოვხდი ამ სფეროში და რამდენი რაღაც სხვადასხვა ეტაპი გავიარე, სანამ იქამდე აღმოჩნდებოდი, სადაც დღეს ვარ. ერთი წინადადებით ზოგადად რო ვცადო და რომ მოვყვე ან დავარქვა ამ ყველაფერს ამ ჩემ მოგზაურობას ციფრულ სამყაროში, სახელი არის რას ვიფიქრები რომ. ანუ რატო ეხა ეს, ანუ არაფერიც სუპერ კრეატიული ამაში არ არის, რეალურად ხო, ბარემ უცებ კითხვას უკას ვხებ, ანუ ჩემი აზრით მარკეტერია სწორი. ბარემ აქედანვე რომ სწორად დავტოვო. ნუ ჩემს მარკეტერი. კაი, დაუბრუნდები ეხა ჩემ თემას. რას ვიფიქრებდი რომ რატო ქვია ეხა ეს სახელი ამ ნაწილს ჩემი კარიერის? იმიტომ რომ თელ ცხოვრება რაღაცები მგონია რომ რაღაც სფეროში არ აღმოჩნდები არასდროს, მგონია რომ რაღაც თემები იქნება ყოველთვის უინტერესო ჩემთვის და მე ისე ხდება ყველაფერი რომ ამ თემაში აღმოჩნდები რომ ძალიან საინტერესოა, აღმოჩნდება რომ ბევრი რაღაცა პროექტი მელის კიდევ აქ სფეროში. შესაბამისად, დიჯიტალიც და ზოგადად მარკეტინგიც ეგეთი სფერო იყო ჩემთვის. როცა ვიყავი უნივერსიტეტის პირველ კურსზე, მქონდა წარმოდგენა, რომ ჩემი კარიერა უნდა ყოფილიყო რაღაც დიპლომატიურ კორპუსში ან პოლიტიკაში, სადაც იქ რაღაც ჰალსტუქში ვიждდებოდი, წინ მედებოდა კოკა-კოლა და ბორჯომი და რაღაცა ქვეყნისთვის საჭირო რატომ მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრებდი და ეგ იქნებოდა ჩემი ყოველდღიურობა. თუმცა პირველი რამდენიმე თვის შემდეგ მივხვდი რომ რაღაც ფლათის თემა არ იყო, რაც ჩემთვის საინტერესო იყო და გადავედი მარკეტინგის ნაწილში, სადაც ჩემ ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა, რომელიც არის რაღაცა სულით ანტრეპრენერი ადამიანები რო არიან ხოლმე ეგეთი, დაიწყო თავისი ბიზნესი და მეც შევეკედლე, ასე რომ ვთქვათ, რაღაც მინიმალური წილი ვიყიდე მის კომპანიაში და პირველად იქ მქონდა შეხება, ასე რომ ვთქვათ, მარკეტინგთან, თუმცა იქიდან გამომდინარე რაღაც სტრუქტურირებულ კომპანიაში, როგორც ასეთი არ ვიყავი, ბევრ რაღაცაზე მქონდა ძალიან მცდარი წარმოდგენა და ჩემი თავი მეგონა ბევრად უფრო მაგარი ვიდრე ვიყავი რეალურად. რა და ამის აღიარება მე მგონი არ ეხავს საერთოდ. ეხლა რაში მდგომარეობდა ეს ყველაფერი? ან იქიდან გამომდინარე, რომ არ მყავდა კონკრეტული უფროსი, ყველაფერი იდეაში რასაც იფიქრებდი შეგეძლო გაგეკეთებინა, ანუ არავისთან ამ ყველაფრის გაправება არ გჭირდებოდა და იმის ახსნა რომ რასაც აკეთებ ნამდვილად კარგი და საჭირო არის. შესაბამისად, როცა უკვე უნივერსიტეტი დამთავრდა ამ საქმიდან მინდოდა უკვე რომ რაღაცა სამსახური დამეწყო, ესეთი რეალური სამსახური, მივხვდი რომ ძალიან მოუმზადებელი ვიყავი ყველაფრისთვის და ბევრი ისეთ რაღაცას მივედმოვედე პერიოდულობით, მაგალითად იგივე საკონსულტაციო კომპანია, სადაც მეგონა რომ არაფერი მესაქმებოდა და ამის გამო ვიყავი საშინელი თანამშრომელი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი მაშინდელი უფროსი არ უყურებს ამას, მაგრამ
ნამდვილად გასაგდები ვიქნებოდი იმდენად არასერიოზულად უდგებოდი ამ საქმეს. და ამ ყველაფრის მერე მივხვდი რომ რაღაცა ჯერ ჩემი თავი მთლად აღმოჩენილი არ მქონდა რა და დავიწყე ისევ რაღაცა ახლის ძებნა და მივადექი ერთ-ერთ კომპანიას სადაც უწრფელად რო თქვა ესე ნაწილობრივ ნაცნობობით მოვხდი ეს იყო კარფანჯრების კომპანია ალბატროსი, სადაც ვიყავი მარკეტინგის მენეჯერი დაახლოებით 1 წლის მანძილზე და ამ კომპანიაში კიდევ ერთხელ დავწუნდი, რომ მარკეტინგში მართლა არაფერი არ გამიგებოდა, ბევრი რაღაცა მქონდა სასწავლი. თუმცა ძალიან საინტერესო პირველი შეხება დიჯიტალთან სწორედ ამ კომპანიაში მომიწია, რადგან პირველი იდეაში რომ მივედი კომპანიაში ერთი კითხვა მქონდა, რომ აი მოდი ვნახოთ რაში ვხარჯავთ სარეკლამო ფულს და ვნახოთ როგორ შეიძლება უკეთესად დავხარჯოთ ეს ყველაფერი. და პირველი შეტევა, ასე რომ ვთქვათ, გადავალ ამ სლაიდზეც, ხო? ამინდოდა კარფანჯრებში და რატომ არ მიყვარს რადიო რეკლამა? მიხვდებით, რომ პირველი რასაც დავეჯახე იყო რადიო რეკლამა. ანუ ვიკითხე ეგეთი რაღაც, რომ მეგობრებო, რატო ხარჯავთ რადიო რეკლამაში ამდენ ფულს და შევხვდი რამდენიმე ამ რადიოს წარმომადგენელს, რომელთაგანაც პასუხი ვერ მივიღე იდეაში ვიზზე მიდიოდა რეკლამა, რა აუდიტორია ყავდათ, რა ეფექტურობა იყო და აღმოაჩინა რომ თურმე ეს სფერო ჩვაჩორის დღემდე არ იზომება და ვერავინ ვერ გეტყვით რამდენად ეფექტური იყო თქვენი რადიო რეკლამა თუ რაღაც დამატებითი რისერჩი არ მიახმარეთ. შესაბამისად ერთ-ერთი რადიო სადგურიდან რეკლამა მოვხსენით და ჩვენი ციფრული მარკეტინგის სააგენტოს ეგეთ დავალება მივეცით, რომ აი ამ ეს ბიუჯეტი რაც მოვხსენით მაგის 1/5-ით დაგვიგეგმეთ რაღაც კამპანია და კარფანჯრებზე რეალურად რა კამპანია უნდა დაგეგმო ისეთი რომ გაგიჟდე ალბათ ვერც თქვენ წარმოგიდგენიათ და ვერც მე არ დაგეგმილა ეგეთი კამპანია გასაგიჟებელი დაიგეგმა სტანდარტული კამპანია 2 თვის მანძილზე და იდეაში 2 თვის მანძილზე დიჯიტალში მოხერხდა ის რომ რასაც რადიო წლების მანძილზე ვერ ახერხებდა ის რაღაცა შეძლო ართვაში Facebook-მა და ძალიან წარმატებული რამდენიმე თვე გქონდა ყველაზე აქტიურ წლის პერიოდში დაახლოებით 13-ზე მეტი ლიდების მოდიოდა Facebook-იდან და იმდენად წარმატებული იყო ეს ამბავი, რომ Facebook-ზე ოფიციალურ ბიზნეს გვერდებზე არის დღემდე success case-ად მოხსენიებული ეს ისტორია, სადაც ჩემი მცირე კომენტარიც არის, როგორი კმაყოფილი ვიყავი სააგენტოთი და Facebook-ის ბიზნეს თულებით და ეს იყო პირველი წერტილი, მანამდე კარგად გააზრებული არ მქონდა, რამდენი შესაძლებლობა შეიძლება ყოფილიყო ამ კონკრეტული სფეროდან და სულ ხურებდი როგორც აი მე მარკეტერი რაღაც დიადი ტიპი და დიჯიტალი სადღაც აღმოაჩინე რომ ბევრად უფრო თანაბრად იყვნენ ეს ორი განშტოება ერთმანეთთან და რაღაც მიზნად დავისახე რომ უფრო და უფრო მეტი რაღაც მესწავლა ამ სფეროს შესახებ და დავიწყე რაც რამდენიმე კურსის გავლა მივარდი HR-თან უთხარი რომ აი ძალიან კაი კურსია X ადგილას და გამიშვით იქ რამდენიმე თვე იქ გავატარე მე რაღაც ინტერნეტში სხვა რესურსების მეშვეობით კიდე რაღაც დამატებითი ცოდნა მივიღე და ამ პერიოდის მერე დაიწყო კიდევ უფრო საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, სადაც აი ამ ულამაზეს ხალხთან, რომელსაც ახლა ეკრანზე ხედავთ, მუშაობდი სარეკლამო სააგენტო ინსტიტუტში, ეკაუნტ დირექტორად და აი ამ მართლა ძალიან კარგ ხალხთან ერთად, რომლებიც ძალიან მენატრებიან სხვათა შორის, ამ ხალხთან ერთად, რავი, 3 წლის მანძილზე 10-ობით ძალიან ისეთი საინტერესო და მაგარი პროექტი გამოვიარეთ, ბევრი სასაცილო, საინტერესო ზოგი სატირალი მომენტის ყოფილა, მაგრამ რეალურად სააგენტო იყო ყველაზე
კბილად გასახსენებელი 3 წელი ჯერჯერობით და ყველაზე ესეთი დიდი პერიოდი ჩემი იმიდან ჯერჯერობით მოღვაწეობიდან წყალებში მარკეტინგის სფეროში. სააგენტოს განმავლობაში მუშაობია როგორც დიდ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორც მაგალითად McDonald's-ია, ისევ რაღაც ადგილობრივ მცირე ახლა უკვე შედარებით მოზრდილ ბიზნესებთან, როგორც უყვია მაგალითად და ძალიან ბევრი ისეთი წარმატებული და საინტერესო პროექტი იყო, თუმცა ამ ნაწილით თავს არ შეგაწყენთ, მინდა რომ გადავიდე პირველ ნაწილზე, იმ რაღაც შეპირებული ფეილების და ეს არის ლეწე und ლეწეზე ცოტა ისე შორიდან უნდა დავიწყო საუბარი. ესე იგი, დაახლოებით 2 წელია ლამის წელიწად ნახევრის წინ დაახლოებით ჩემო მეგობარმა დამირეკა დაბადების დღეზე, მილოცა და მითხრა, რომ რაღაცა ძალიან მაგარი იდეა ქონდა, რომლის განხორციელებაშიც შეიძლება და მე დავხმარებოდი და ეს იდეა იყო გაიკეთებინა rage room-ი, ოთახი, სადაც ადამიანი შეძლებდა ყველაფრის დალეწვას, რაც მის გულზე ამებოდა მოკლედ. და ანუ ჩემი რეაქცია ამ ყველაფერზე იყო პირველ რიგში მადლობა დაბადების დღის მოლოცისთვის და მეორე რომ სრული სიგიჟე არის ეს იდეა და მოდი გავაკეთოთ რაც შეიძლება მალე და დაახლოებით 3-4 თვის თავზე ჩვენ გვქონდა ჩემ სხვა მეგობრებიც შემოვიერთე ამ პროექტში და 4 ვიყავით ჯამში, გქონდა უკვე ჩვენი ადგილი, გქონდა რაღაცა დაახლოებითი გეგმა, დაახლოებითი წარმოდგენა იმაზე თუ რა უნდა ვეკეთებინა და დავიწყეთ ძალიან ისეთი მარტივი რეკლამით, გავედით ჩვენი ძალებით, ძალიან მინიმალური ბიუჯეტის კი არ იყო, ფაქტიურად უბიუჯეტოთ ნათხოვარი კამერით, ნათხოვარი განათებით, რაღაც კიდე ერთი მეგობრით, რომელიც იყო მთავარ როლში ამ კლიპის, გავუშვით ერთი რეკლამა Facebook-ზე, ერთი ვიდეო და ამავდროულად რაღაც ინტერვიუ ძალიან ისეთი მინიმალურ დონეზე ასევე ჩვენთან ჩაწერა მარკეტერმა და გვეგონა რომ დაახლოებით 2-3 თვე დაგჭირდებოდა იმისთვის რომ ხალხი ჩვენ შესახებ გაეგო და ძალიან ვსდებოდით იმიტომ რომ სტარტი იყო ისეთივე გიჟური როგორც იყო ეს იდეა. ანუ აი მარკეტერის სტატიაზეც ხედავთ რომ აწერია 10000-ზე მეტი გაზიარება რო ქონდა ამ ამბავს ტელეფონი რაღაც პერიოდი გამორთე, იმიტომ რომ ზარები შემოდიოდა იმდენი რომ ვერაუდიოდით ვერც მე და ვერც ჩემი მეგობრები, გვირეკავდნენ სხვადასხვა ჟურნალებიდან, გვირეკავდნენ სხვადასხვა გამოცემებიდან, ტელევიზიებიდან, ვიყავით ბევრ ლაივში, დილის გადაცემაში, შუადღის გადაცემაში, საღამოს გადაცემაში, ბევრი დაიწერა, ბევრი სხვათა შორის გვაკრიტიკებდა, იმიტომ რომ რავი რაღაც უცნაური რაღაცების გამო უყვარს ხალხს კრიტიკა და რავი მოიძებდნენ ამ იდეის კრიტიკოსებიც, თუმცა სალადობის ფასილიტაციას ვახსენდით, მაგრამ ასე არ იყო პირიქით განტვირთვის კენ იყო ეს ყველაფერი მიმართული და იდეაში ეს გიჟური სტარტი, ანუ აი აქ მოდის ის ნაწილი, სადაც ჩემ პირად რაღაც გაფეილებულ ფარტზე უნდა ვილაპარაკო ამ კონკრეტულ პროექტში. იმიტომ რომ ეხლა რადგან ვილაპარაკებ ეს არის იდეაში ჩემი არასწორი მოლოდინიდან გამომდინარე იყო ეს ყველაფერი. ანუ ეს გიჟური სტარტი იმდენად რაღაც ჩვენთვის მოულოდნელი იყო, რომ გაგვიჩნდა ამის შემდეგ შეგრძნება, რომ იცი ყველამ გაიგო ჩვენ შესახებ და ეხლა იმდენი მოვა, რომ რავი აი ფასებს გავაძვირებთ და არ ვიცი რიგები დაგვიდგება რუსთაველზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ იმდენად რაღაც
ჩვენ პატარა მოლოდინით დავიწყეთ, მე უცებ აგვიყვანეს ცაში ტელევიზიებმა და ჟურნალებმა, რომ მოლოდინი გაგვიშთა, რომ ვახ, ძალიან მაგარი რაღაც გავიკეთებია, ძალიან მაგრები ვართ. მოდი რავი, არაფერი აღარ გავაკეთოთ მეტი და დაველოდოთ, როდის მოვა ეს რაღაც არნახული არმია ხალხის და იდეაში გავიდა დრო და ჩვენმა ნაკლებმა აქტიურობამ და პირველ რიგში ჩემ თავზე მისაღები კრიტიკა არის ეს, იმიტომ რომ რაღაც დიჯიტალის ნაწილი ლეწესი მე მებარა ლოგიკურია და რაც მინიმალურად ვცდილობდი, რომ რაც რეკლამები გამეშვა, მინიმალურად ვცდილობდი, რომ რაღაც ახალ კონტენტზე მიფიქრა, იმიტომ რომ თავში ყოველთვის ქონდა ჩარჩენილი ის ნაწილი, რომ ვახ, ანუ რაღაცა ისედაც ძალიან მაგრა იმუშავა და რავი, ანუ მოდი რა და დავტოვოთ ესე და თავისით მიეხედება საქმეს და სულ რაღაცას ვიმიზეზებდი, რომ აი რაც საქმე მაქვს რაღაც პროექტზე ვმუშაობ, სხვაზე და ამისთვის დრო არ მაქვს, ეს ხო ისედაც მიხედილია თავისით რაღაცებს იზავს, მაგრამ ნუ ამ შედარებით უფრო ესეთ დაგვინებულ ასაკშიც კი ვერ გავთვალე, რომ ამჯერადაც შევცდი და ამჯერადაც მე მეგონა, რომ რაღაცა ერთხელ რაც გავაკეთე, იმაზე ბევრად უფრო მაგარი შედეგის მომტანი იყო, ვიდრე რეალურად ეგ შედეგი იყო. ასე რომ კიდე ერთხელ ვისწავლე ის, რაც მეგონა, რომ რამდენიმე წლის წინ უკვე ნასწავლი მქონდა. რაც რაღაც კუთხით ძალიან არის კარგია, იმიტომ რომ ყოველ შემდეგ პროექტზე ვიცი, რომ იგივე შეცდომების გამეორება აღარ მიწევს და იდეაში დღეს მართალია კორონავირუსის გამო არის დაკეტილი ლეწე და არ ფუნქციონირებს, ანუ მარტო ჩემი ბრალეულობა რომ ვასაქმებ დავდოთ. ლეწეს ახალი ვერსია, რომელზეც ანი ორიგინალი იდეის ავტორი და ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი მუშაობს. იმედი მაქვს, რომ კორონავირუსი რო გადაივლის, ძალიან მალე გაიხსნება და მართალია ჩემი ჩართულობა იქ აღარ იქნება, მაგრამ ნუ სულით და გულით ამ პროექტს მაინც გულშემატკივრობ და დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ესეთი სწორი მიდგომით და არა იმ მიდგომით, რაც მე მქონდა დაუშვათ, სწორი მიდგომით ყველაფერი გამოვა და ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც აი პირველ დღეებში და საათებში იყო, როცა ტელევიზიები და გაზეთები და ჟურნალები გვესეოდნენ და რაც ინტერვიუს ჩაწერა უნდა და თან სივრცის გადაღება. ხო, და ნუ ამას რა რჩევა შეიძლება მოვაყოლო ისევ და ისევ რაღაც ჩემი გაკვეთილიდან, რომ თუ რაღაცის გაკეთება გინდათ და მთელი გულით იცით, რომ მაგ რაღაცაში არ იქნებით ჩართული, ჯობია რომ არ ჩაერთოთ, ჯობია რომ რავი, ჩემი აზრით ჯობია იყოთ დაელოდოთ, როცა გააკეთებს ვიღაცა და გააკეთებს კარგად, ვიდრე თქვენ გააკეთოთ და ცუდად. იმიტომ რომ ეგეც ერთ-ერთი თემაა. ბევრი სხვა ადამიანი გვეუბნებოდა ლეწე რო გაუშვით, რომ აუ ეგ იდეა მეც მქონდა 7 წლის წინ, მე 4 წლის წინ, ყველაფერი დაგეგმილი მქონდა, აუ აი ხვალ ვაპირებდით გახსნას და ვერ გავხსენით. მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ვერ გახსნეს და ბოლოს ძირითადად წუწუნით იფარგლებოდნენ ხოლმე ამ ყველაფერში რა და ჩვენი კრიტიკით მათ შორის. მაგრამ ანუ ისე რომ არ გამომივიდეს რომ იმათი ბრალი იყო, რაღაც კუთხით მესმის იმათი, რაღაც კუთხით სწორიც იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თუ მათ იცოდნენ რომ მთელი გულით ან რაღაც მთელ თავის დროს არ დაუთმობდნენ ამ პროექტს, ეს პროექტი წარმატებული არ იქნებოდა და ნუ აგერ მე ჩემი მაგალითით შემიძლია განახოთ, რომ თუ რაღაცაში არ ხართ ჩართულები რაღაც. მთელი დღე არ უთმობთ ამ პროექტს, მთელი ღამე, არც მთელი კვირები, მთელი თქვენ დროის უდიდესი ნაწილი თუ არ მიდის რაღაც პროექტზე, რომელიც გინდათ რომ მართლა გამოვიდეს, ესე იგი არ გინდათ რომ გამოვიდეს ეს პროექტი იმედენად რამდენადაც გონიათ. შესაბამისად, მე ამ პროექტს გავეშვი და იმედი მაქვს, რომ ის ადამიანები, რომლებიც მასზე მუშაობას გააგრძელებენ, იქნებიან ბევრად უფრო წარმატებულები, ვიდრე ჩემთან ერთად იქ. კაი, ეხლა იდეაში კიდე უფრო მნიშვნელოვან თემას მივადექით, რაზეც რითიც მოგიტყუათ იდეაში ამ ჩემ ამაზე, რა ქვია, სპიჩზე.
ეს არის თმის ჩაბარება, ერთის მხრივ სასწაულად არქაული ბიზნესი, რომელიც ყველას გვახსოვს ძირითადად სადარბაზოებიდან, რომელიც ყველას გვახსოვს რაღაც განათების ბოძებიდან და მასზე განთავსებული უხარისხო რეკლამიდან და ყველას ჩდება კითხვა, რომ აი რა შუაშია თმის ჩაბარება და რა შუაშია მისი გაციფრულება და რატომ ახალგაზრდა ხალხმა რატო აუირჩიეთ მოკლედ ამ სფეროთი დაკავება. და პასუხი ჩემი აზრით არის ძალიან მარტივი, ანუ და არა მხოლოდ დიჯიტალში. ანუ ეს სფერო რომ ვნახოთ როგორ ოპერირებს და რომ ვნახოთ რომელი წლის სტანდარტებზეა ასე რომ ვთქვათ, მივხვდებით რომ მარტო რაც ინტერნეტ რეკლამაში და მარტო რაღაც Facebook-ზე დადებულ კარგ პოსტში არ არის საქმე არის სერვისის ნაწილშიც, ვინაიდან ანუ მარტივად როცა რო აიღოთ რომელიმე ბოტზე დაწერილი ნომერი და რო დარეკოთ იმ ნომერზე, უბრალოდ აი სერვისის დასატესტად ნახოთ როგორ გაგესაუბრებიან, მივხვდებით რომ ის სტანდარტები, რომელიც თანამედროვე ბიზნესში არის დამკვიდრებული, ამ ბიზნესში ჯერჯერობით არ არის. სადაც ჩვენი თავარი მიზანი გარდა იმისა, რომ რეკლამა ვაკეთოთ ხარისხიანად და კარგად და უფრო მარტივად და სწორად მივუწვეთ ადამიანებს, ჩვენი მიზანი არის, რომ სერვისი შევცვალოთ პირველ რიგში და არ ვიყოთ რაღაცა ანუ არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ რაღაც ბაზრის პრინციპით არ მინდა რომ იყოს რა ეს ყველაფერი და არ ვექცეოდით მომხმარებელს როგორც რაღაც წინა საუკუნეში ეს რაღაც პროდუქტების უბნის მაღაზიებში რა. გარდა მაგისა ხო, ნუ ეს ფოტოები ტყუილა არ წამომიღია, არის გვაჩვენებს რამდენად არ ზრუნავენ ის ადამიანები, რომლებიც არ თქვა ჩვენი კონკურენტები არიან, არ ზრუნავენ იმაზე, რომ რაღაც შეამჩნიონ, დაინახონ და შედარებით უფრო რაღაც თვალშისაცემი იყოს მათი პროდუქტი, მათი სერვისი, ასე რომ ვთქვათ. და იდეაში აი მარცხენა მხარეს პირველი ფოტო რაც არის, თმებს ყოველ პარასკევს რო იბარებენ 35 სანტიმეტრიდან ზევით. ანუ იმდენი პოსტერი შეიძლება შეგვხვდეს ქუჩაში, იმდენი რაღაც სხვადასხვა გადაკრული ესეთი ვიზუალი შეიძლება შეგვხვდეს ღობეზე, სადარბაზოში, ან ბოთზე, რომ ვეღარც კი შევამჩნევთ. თან იმდენი ხანია ამას უყურებთ, რომ დარწმუნებული ვარ, ბევრი საქმაში შეუმჩნევლადაც კი რჩება ხოლმე ეს ყველაფერი. და ნუ გარდა მაგისა არის ძალიან ისეთი ვინც დაუშვათ თქვენ Facebook-ის რეკლამაში გამოცდილი არის, მივხვდება რომ აი ჩემს აი აქ მაგალითად მარჯვენა ფოტოში სადაც არის უხარისხო ფოტო ერთის მხრივ, მეორეს მხრივ დატანილია უამრავი ტექსტი, ამ ფოტოს ვინც Facebook-ის რეკლამაში ოდნავ მაინც ერკვევა, მივხვდებით რომ კარგად ვერ გაუშვებენ რეკლამაზე, კარგად ვერ გაბუსტავენ ჩვენ ენაზე რო ვთქვათ, ვინაიდან ამ ვიზუალის უდიდესი ნაწილი არის ტექსტით დაფარული ერთის მხრივ და მისი ხარისხი არის მეორეს მხრივ საკმაოდ დაბალი. და კი მესმის ძალიან ისეთ ტრიალურ და მარტივ რაღაცებზე ვლაპარაკობ, მაგრამ რეალობა არის ასეთი, რომ ძალიან მოკლე დროში, ძალიან მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებით შევეცადეთ, რომ ამ რაღაცა არქაული ტიპის ბიზნესისთვის მიგვეცა უფრო მიმზიდველი სახე, მიგვეცა უფრო customer friendly რაღაცა სახე და ეს მეტყველებს იმ შედეგებზე, რომელიც გვაქვს ამ შემთხვევაში ჩვენ და რომელიც აქვთ კონკურენტებს, რომლებიც იდეაში საერთოდ არ ზრუნავენ, რომ ინტერნეტში მეტნაკლებად წარმოდგენილები იყვნენ. ვინაიდან
მათ Facebook გვერდებზე რო შეიხედოთ, აქვთ ალბათ 10 ადამიანს წოდებიან ჯამში თვის მანძილზე და ძირითადად ისევ რაღაც ძველმოდური ბოძების მეშვეობით ცდილობენ რომ რეკლამაზე გავიდნენ. ანუ რა გავაკეთეთ ახლა პირველ რიგში, რა ცვლილებები შევიტანეთ ამ კიდევ ერთხელ ვიძახი რა არქაულ ბიზნესში. პირველ რიგში გვაქვს გამართული პასუხების სისტემა, ანუ ადამიანმა რო დარეკოს ან მოიწეროს Facebook-ში, მას შეხვდებიან, ანუ მას შეხვდებიან როგორც ჩვეულებრივ კლიენტს, მას შეხვდებიან როგორც ადამიანს, რომელიც შედის რაღაც მაღალი კლასის სუპერმარკეტში ან მაღაზიაში, ჩვეულებრივად იმ სტანდარტებით ვცდილობთ რომ ადამიანებს უპასუხოთ, ხო, მარტივია ვითომ ერთი შეხედვით, ძალიან ესეთი ბანალური მეთოდი, მაგრამ ძალიან კარგად მუშაობს ეს იმასთან შედარებით, რომ დარეკოთ ტელეფონზე და რაღაც უხეში ხმით გიპასუხონ, რომ არ აინტერესებთ საერთოდ თქვენი თმა, მაგალითად, ან ასე შემდეგ. მეორე ნაწილი, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, არის სწორი ტარგეტინგი. ნახეთ რამდენიმე რეკლამა, რომელიც იყო თმის ჩაბარების სერვისზე გაშვებული და იყო კაცებზე გაშვებული, იყო ძალიან არასწორ ასაკზე გაშვებული და ასე შემდეგ. ანუ ბევრი რაღაც მარტივი შეცდომა იმ ადამიანებისგან მით უმეტეს, რომლებიც დიდი ხანია ბიზნესში არიან, იყო ძალიან გასაკვირი, რატო აჩვენებდნენ რეკლამას ზედ ადამიანებს, რომლებსაც წესით არანაირი ინტერესი არ უნდა ქონოდათ თმის ჩაბარების, ანუ იგივე არის, რომ აი მე მარახო ეგ რეკლამა არანაირი აზრი არ აქვს, არც თმის ფერით და არც თმის ზომით. შესაბამისად ეგ სწორი ტარგეტინგი ისევ და ისევ ბანალური რაღაც ჭეშმარიტება, მაგრამ ძალიან კარგად მუშაობს. და მესამე არის რელევანტური კონტენტი, რაზეც ჯერ კიდევ მუშაობთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილში ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს. პირველი რაღაც 1-3-დან 5 კვირამდე დაახლოებით ქონდა ტესტირების რეჟიმი, როცა სხვადასხვა რაღაცებს, სხვადასხვა ვიზუალებს, სხვადასხვა ვიდეოებს უბრალოდ ტესტავდით ადამიანებზე, ვნახულობდით მათ რეაქციას, ვნახულობდით რომელ ვიზუალზე იყო უფრო მეტი კარგი შედეგი, რომელი ვიზუალი იყო უფრო მოსაწონი, რომელი ვიზუალი იწევდა უფრო მეტ განხილვას და ასე შემდეგ და ბოლოს რაღაცა შეიფი მივეცით ამ სტრატეგიას, საიდანაც დღეს გვაქვს საკმაოდ კარგი შედეგები პოსტებზე, მაგალითად რო დავიწყოთ, ისევ და ისევ, ანუ მარცხენა პოსტი, რომელზეც დახარჯული გვაქვს ძალიან მცირე თანხა, რომელსაც 20,000-მდე რეაქშენი აქვს, ეფუძნება ისევ და ისევ ანუ მარტივ გაგებას, თუ ვისზე გვინდა ეს რეკლამა რომ მივიწავიდეს, და რა პლუსია კიდე ამ რეკლამას მაგასაც გეტყვით ეხლა. ანუ ერთი მხრივ ძალიან ესეთია პროფესიონალურ წრეებში ამ ტიპის რეკლამა, ანუ სადაც ან მოწონებით, ან გულის დაწერით, ან ვაუ რეაქშენის დაწერით თხოვენ ხოლმე მომხმარებელს აზრის დაფიქსირებას, როგორც წესი ითვლება არც თუ ისე მაღალი დონის რეკლამა. თუმცა ჩვენ შემთხვევაში ეს იყო ერთის მხრივ awareness-ის გასაზრდელად ძალიან კარგი ხერხი და ხრიკი, ასე რომ ვთქვათ, რამაც ძალიან დაბალ ფასში მოგვიტანა ძალიან კარგი შედეგი. 20,000 ადამიანი ფაქტიურად ჩაერთო ჩვენთან რაღაც დისკუსიაში ან ჩვენ პოსტთან engagement-ში შემოვიდა. ეს იყო ერთის მხრივ ძალიან კარგი და მეორე 20,000 ადამიანი საქართველოს ყვალობაზე და ერთი კონკრეტული кейსის ყვალობაზე არის საკმარისი sample size-ი, რომ დაახლოებით ჩამოგვეყალიბებინა წარმოდგენა თუ რამდენი რა პროცენტულობით არიან საქართველოში ქერები, წითურები, წაბლისფერთმიანები თუ შავთმიანები. და ეს იყო იდეაში ყველაზე მთავარი აქედან რაც ანალიზის საფუძველზე გავარკვიეთ. ანუ აღმოაჩინეთ, რომ ჩვენ მოლოდინზე გაცილებით უფრო მეტი ღიათმის მქონე ადამიანი არის საქართველოში, ვიდრე გვეგონა და ამან კიდევ უფრო ოპტიმისტური გახადა ჩვენი მოლოდინი ზოგადად ამ ბიზნესის წარმატებულობასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, ანუ მარტო სწორხაზოვნად არ უნდა უყუროთ ხოლმე რაღაც პოსტებს, შეიძლება მაგედან რაღაც ანალიტიკური ველო წამოვიღოთ, ისევე როგორც აი ამ პოსტში, როგორც ვეკითხეთ. გარდა მაგისა, აღმოაჩინეთ, რომ ილუსტრაციები საკმაოდ კარგად მუშაობს. ვინაიდან ამ ტიპის ბიზნესში იმდენად არის თვალი შეჩოული იმ რაღაც fresh contents და ბოდზე გაკრულ უამრავ ტექსტს, რომ ოდნავ უფრო ლამაზი ვიზუალიც კი, და ამ შემთხვევაში ჩემი აზრით გაცილებით უფრო ლამაზი ვიზუალიც კი, ბევრად უფრო ეფექტურია და ბევრად უფრო რაც საინტერესო შედეგების მომტანი არის. თუმცა ეს ყველაფერი არ არის არასტანდარტული კონტენტიც ჰქონდა, რომელიც product placement / ქართულ სტილში გაკეთებული რეკლამა იყო, რომელიც ჩვენი აზრით სწორად ურტყავს რაღაც იმ target audience, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენ ბიზნესს ავს და თუ ნანახი გაქვთ, ხო კარგი, თუ იმას ნანახი არ გაქვთ, ეს არის ლელას ვოისი ალბათ ყველას ხსმენიათ და ლელას ვოისში გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ასეთი რეკლამა. ერთი კითხვა მექნება ტექნიკურ ჯგუფთან ხმა თუ ისმის ვიდეოსი. მაინც რომ ვიცოდე. მაგის მიხედვით ყვილად ვიდეოს რო არ გაყურებინათ. ტყუილად მიჩვენებია ეს ვიდეო, ესე იგი თქვენთვის. ერთ წამი მეორეჯერაც შემიძლია ვცადო, მაგრამ ლინკს ჩავაგდებ, შეგიძლიათ ლინკს უყუროთ. ხო, გვიან ნახე ყველას კომენტარები მეგოჩი. იდეა შემიძლია ლინკი ჩავაგდო და მაგ ლინკზე უყუროთ, მაგ ლინკზე მერე უყუროთ ამ ვიდეოს, რომელიც ძალიან სახალისო არის ჩემი აზრით და ერთ-ერთი საინტერესო ქართული ალბათ არ ვიცი უცხოური кейსები, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე კარგი დამახასიათებელი რაღაც ქართული ამბავია ესეც, რომ ამ ტიპის კონტენტის შექმნის საშუალება ქვეყანაში გვაქვს და შეგვიძლია რომ სარეკლამოდაც კი გამოვიყენოთ voice-overების და რაღაც სხვა პერსონაჟების შემოყვანით. ხო, რაც შეეხება თვითონ ამ ვიდეოს, იყო რა ძალიან წარმატებული, ერთის მხრივ ლელას voice აქვს დიდი following-ი თავის page-ზე და მეორეს მხრივ ჩვენს რაც მცირე სარეკლამო ბიუჯეტი მივაშველეთ ჩვენ არხებზე და საბოლოო ჯამში რამდენიმე ასეულ ათას ადამიანს მივწვდით ამ ვიდეოს მეშვეობით და იდეაში კიდე ერთი პლუსი ამ ყველაფერს ის არის, რომ იმდენად გამჯდარი იყო ლელას voice-ის აუდიტორიაში
ესო სხვა პერსონაჟები, რომ ვიღაცების ყოველდღიურ ხუმრობაში შევეცადეთ, რომ შემოგვეტანა თუქათის რაღაც სახელი და რამდენიმე მეგობრისგან უკვე მოვისმინე, რომ აი რაღაც თურმე ბელა ჩავას ბელა ფაღავას და ნატია ყალიჩავას რაღაც ურთიერთობის ამბავში ჩავერიეთ და ძალიან მაგარი ისტორია იყო ეს. ხო, გარდა ამ ვიდეოსი, იდეაში ჯერჯერობით მაინც საწყის ეტაპზე ვართ, შეიძლება ითქვას, რამდენიმე თვე არის რაც დავიწყეთ ამ საქმის კეთება, ჯერჯერობით მაინც რაღაც სწავლობთ. შეიძლება მომავალ წელს გამოვიდა და ვთქვა, რომ საშინელი გადაწყვეტილება იყო ინტერნეტში ამის რეკლამის გაშვება და თურმე ბოძებზე რეკლამა მუშაობს ყველაზე მაგრა, მე ეჭვება, მაგრამ 1%-ს მაინც დავიტოვებ და რა შეიძლება იმას, ანუ აღმოაჩინეთ, რომ სფერო თვითონ, ანუ მარტო თმის ჩაბარების სფერო არა, ზოგადად რაღაც სილამაზის სალონების სფეროც იმსახურებს ცოტა უფრო მეტ გაციფრულებას და ეხო მუშაობთ მით უმეტეს კარანტინის პერიოდში, როცა ესეთი მოულელი ფიზიონომიებით დავდივართ ადამიანები და ბარბერშოპების სილამაზის სალონები დაკეტილია და ვერსად ვერ დავდივართ თუ რაღაც ჩუმად არ შევიპარებით. გადავწყვიტეთ, რომ გავკეთებინა ასეთი ტიპის ახალი წამოწყება თუქათის ქოლგის ქვეშ, რომ გავაკეთებინა რაც სალონის მაგვარი, ოღონდ ონლაინ რეჟიმში და რა იგულისხმება ახლა ამ ყველაფერში. უხსოვს რომ ყავდეს რაღაცა სტილისტების და სხვა სპეციალისტების, ასე ვთქვათ, დიდი ფული, საიდანაც საჭიროების შემთხვევაში, როცა ადამიანი გამოიძახებს, ასე ვთქვათ, სახში ან სტილისტს, ან მაგალითად მანიკიური დაჭირდება, ჩვენ ვიქნებით შუამავალი ამ ადამიანსა და სტილის შორის და მიუყვანთ ნებისმიერ დროს, რა დროსაც არ უნდა დაჭირდეს ეს ამბავი. ჩემთვის პირადად ისევ და ისევ ჩემი პრობლემიდან ამოვედი, არანორმირებული რეჟიმი რომ აქვს ხოლმე რაც როცა გახსნილია ყველაფერი და მუშაობს. არანორმირებული რეჟიმის გამო ხშირად ვერ ვასწრებ რაღაც თავის მოწესრიგებლად მისვლას, იმიტომ რომ გამოდივარ დავშ სამსახურიდან ყველაფერი არის უკვე დაკეტილი და ხშირად ქონია მაგის საჭიროება იდეაში, რომ რაღაცა ღამე 11 საათზე იქნებ ვიღაცამ გამოიაროს და თმა შემჭრას ან წვერი შემისწოროს. შესაბამისად, ერთის მხრივ ეს არის ამ კონკრეტული წამოწყების, ანუ ონლაინ სალონის წამოწყების არის short-term გათვლა ის, რომ კარანტინის პირობებში და იმ პირობებში, როდესაც არ გვაქვს საშუალება, რომ მოუწესრიგდეთ ვიაროთ სალონებში და ბარბერშოპებში, გქონდეს იმის საშუალება, რომ ვიღაცა მოვიდეს სახლში და მოგონსახუროს, რა თქმა უნდა, ყველა ესეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დაცვით და ესეთი ჰიგიენის ყველა პირობის დაცვით. და მეორეს მხრივ, როდესაც უკვე მოიხსნება ეს პრობლემა, გადავპოზიციონირდეთ და მოიმსახუროთ იმ ადამიანებს, რომელსაც ყველაზე არასტანდარტულ დროს ჭირდება ხოლმე ასეთი ტიპის მომსახურება და მგონია, რომ ესეც ერთ-ერთი ის არის რაღაც ბენეფიტია ამ გასაჭირის ჟამის და კორონას ჟამის, რომ ბევრი ისეთი სფერო დაგვანახა ცოტა უფრო სხვა კუთხით და ბევრი ისეთი საჭიროება დაგვანახა სხვა კუთხით, რომელიც აქამდე რაც ცოტა უფრო სხვანაირად ქონდა დანახული და რაც სხვა ცოტა უფრო ზერელე კუთხით უყურებდით ხოლმე. ხო, და ბოლოს ხო, სალონი ნამდვილად მინდოდა რომ გავიხსნა, რადგან ხმა არის მის ამ ვიდეოს თელი არსის დაიკარგა და აღარ ჩავხდე. ხო, რაც შეეხება ჩემი გამოცდილებიდან დაახლოებით 40-დან 45 წუთი არის ხოლმე სანამ ჩემი ხმის მოსმენა ბეზრდება ხალხს შესაბამისად თუ ვინმეს რამე კითხვა აქვს დამატებით შემიძლია ეხა მაგ კითხვებზე ვისაუბრო და მაგ კითხვებზე გადავერთო
აი ავსკროლავდი ჩატში. ხო, ანუ ისე პირველ ამბავს რა დავუბრუნდე, ანუ მარკეტოლოგსა და მარკეტერს შორის სხვაობა როგორ თუ სწორად მახსოვს, მაინც და მაინც ნუ გამომეკიდებით ამაზე. მე როგორც ვიცი, მარკეტერი არის ადამიანი, რომელიც კონკრეტულად მარკეტინგის კეთებით არის დაკავებული, ესე უხეშად რო ვთქვათ, მარკეტოლოგი უბრალოდ ზოგადად სფეროს შესწავლით. თუმცა, ანუ კიდე ერთხელ ვამბობ, არ გამომეკიდოთ სიტყვაზე. ხო. აი და მქონდა კიდე ერთი კითხვა, ჯობს რო საკუთარი გამოცდილებით ვისწავლოთო და პრინციპში ეგრე არის, ჩემი, ანუ მე რა გამოცდილებაც მქონია ცხოვრების მანძილზე, ბევრჯერ ვიცდია, რომ მესწავლოთ სხვის შეცდომებზე, მაგრამ, რავი, ალბათ 99.9%-ში სხვის შეცდომებზე სწავლა არ გამოგვდის ხოლმე ადამიანებს, რა თქმა უნდა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, და ჯობია, რომ რაღაც შეცდომები მართლა ჩვენით დაუშვათ, რაღაც შეცდომებზე მართლა ჩვენით ვისწავლოთ და მერე გავიხსენოთ, რომ აი იდეაში აი სწორს გვეუბნებოდა ვიღაცა, ვინც გვეუბნებოდა, რომ ეს ასე არ გააკეთო, გააკეთე ასე. შესაბამისად კი, ანუ ყოველთვის ველას ვისაც ვეუბნები, რაღაც რჩევის სახით ვაძლევ ხოლმე, როცა რაღაცის ახლის დაწყებას აპირებს ან რაღაც ცვლილება უნდა თავის ცხოვრებაში, ყოველთვის ვეუბნები, რომ იცი რა, თუ საოცრად არ დაგაზარალებს რაღაც შეცდომა, რაც შეიძლება დაუშვა ამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებით, რავი, მაშინ შეიძლება დაუშვა და კიდევ უფრო ძლიერი გამოხვალ ამ ყველაფრისგან. კარგი, მე სხვა კითხვები თუ არის, არემ დაგელოდებოდით ერთი წუთი თუ არა და პირდაპირ ლინკს შეგიგდებდით იმ ვიდეოს. მე მგონი კითხვები მეტი აღარ არის. და სანამ თავი მომიბეზრებია, ესე იგი თქვენთვის, მანამდე შეგვიძლია დავასრულოთ ეს ამბავი და იმედი მაქვს, რომ კიდევ შევხვდებით და ძალიან არ მოვაწყინოთ ამ 45 წუთის მანძილზე.